ბოლო დროს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს ჩვენ პირდაპირ ეთერში თავის სახელმწიფო კანცელარია, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს ხვდება. გროვდება ყოველთვის საკითხები და მე ვფიქრობ, ბევრად მეტი ურთიერთობა უნდა გქონდეს ძლიერად პრესასთან და ჩვენ საზოგადოებასთან. პირველ რიგში მე მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საკითხი, ეს არის გუშინდელი ძალიან ბედნიერი დღე, რომელიც მე მქონდა, როგორც იქნა აღვისრულე ჩემი დიდი ხნის ოცნება, გავხსენით თბილისი, ცხინვალი, სოხუმის ავტობანის მშენებლობა. მე ხშირად ვფიქრობ ჩემ მეგობრებთან ერთად, რას ვტოვებთ ჩვენი მმართველობის შემდეგ. ზოგიერთი ტოვებს თავის ვალებს, ზოგიერთი ტოვებს და ვალებს და დანგრეულ შენობებს, დაკარგულ ტერიტორიებს, ზოგიერთი ადამიანი ტოვებს არაფერს საერთოდ. ჩვენ უნდა დავტოვოთ, ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა დავტოვოთ, ეს არის კარგად გამართული თანამედროვე ქვეყნის ინფრასტრუქტურა. მე თვითონ ბევრი მივალი ამ გზაზე, გორიდან თბილისამდე და მე ვიცი, როგორ ლატარია არის ამ გზაზე სიარული. ღამე რომ მოდიხარ, ესე მოდიხარ, არის ვიწრო გზა, შემხვეც ხედავ მარტო შუქებს და ღმერთმა აკრას, რომელიმე დალეული იყოს ან დაეძინოს, უბრალოდ უამრავი ათასობით, 10,000-ობით ადამიანი დასახიჩდა აქ თუნდაც ბოლო წლებში, რაც მე მახსოვს და დაიღუპა აი ამ გაუვალი პირობების გამო. ეხლა ისე გაიზარდა ნაკადი. საქართველოში რევოლუციის შემდეგ თითქმის გაორმაგდა მანქანების რაოდენობა. ხალხმა იყიდა მანქანები. ტექდათვალიერება ჩვენ გავაუქმეთ, ბევრმა გამოიყვანა მანქანები ტრასაზე და დადის. ამ გზით და ეს გზა სხვა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იყოს ბეტონის. ეს რაც ნიშნავს ბეტონის გზა? ბეტონის გზა ნიშნავს იმას, რომ ჯერ ეს არის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია მსოფლიოში. რატო ღირს საქართველოში ამის გაკეთება? ევროპაში ბევრგან ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ევროპაში ბეტონის მასალები ღირს ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე ასფალტის მასალები. საქართველოში უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ეს არ არის ორჯერ, თუ არ ვცდები დაახლოებით 30-40% ძვირია, იმიტომ რომ მასალები არის ადგილზე, ცემენტი გექნება ადგილზე, ღორღი, ქვა არის ადგილზე. სამაგიეროდ ეს გზა გაძლებს 40 წელი. ესე იგი, აღარ იქნება არანაირი სააკაშვილი პრეზიდენტი, საერთოდ შეიძლება ვეღარ გაიხსნას ზოგიერთმა როდის იყო, ეს გზა მაინც იქნება. ეს გზა იქნება 2008 წელს ცხინვალის გადასახვევამდე და შეიძლება ცხინვალამდე ჩავუყვანოთ, თუ ძალიან გთხოვენ ჩვენი კოლეგები, ადგილობრივი მოსახლეობა და მეორე გაგრძელება ეს იქნება ხაშური, მე ვფიქრობ ხაშურის ჩვენ ჩავალთ სადღაც 2009 წელს და შემდეგ ჩვენ სადღაც 2011 წელს უნდა ჩავიდეთ ბათუმში და სოხუმში. ეს ჯდება სადღაც 500 მილიონი დოლარი, მე ვფიქრობ თლიანობაში. ნუ თბილისი გორის მონაკვეთი ეს არის 150 მილიონი დოლარიანი მონაკვეთი და ეს ფული ჩვენ გაგვიჭდა იქიდან რომ აღარ ვაპარიებთ. ბიუჯეტი იზრდება ყოველთვიურად, სხვა შორის გადაჭარბება პირველი 2 თვის განმავლობაში, ტექნოლოგია თანამედროვეა და ერთ სიტყვით მე ამით ძალიან ვამაყობ. წელს ჩვენ გვექნება თბილისის აეროპორტი, გვექნება ბათუმის აეროპორტი, გვექნება მომავალ წელს მინდა კოპიტნარზე მოვიზიდო ასევე კაპიტალი და ქუთაისში გავაკეთოთ რაღაც სერიოზულად, გვექნება ტრასის მონაკვეთი კასპამდე, ჯერ ჩავდივართ კასპში, საიდან სხვა შორის ტრადიციულად წარმოდგებიან სააკაშვილები და შემდეგ ჩავალთ იქიდან იმ წელს უკვე გორის რაიონში 2007-ში, ესე 2007-ის ბოლოს გორის რაიონში შევალთ, იქ არის რაიონის საზღვარი, იგოეთ გავწდებით და უკვე 2008-ში გაზაფხულზე ჩვენ ჩავალთ ცხინვალამდე და მე გავაგრძელებთ. თუ მეტი ფული გაგვიჭდება, შეიძლება კიდევ უფრო დავაჩქაროთ და კიდევ უფრო შორს წავიდეთ, მაგრამ ეს არის მინიმუმი, რის მიღწევასაც ვაპირებთ. და მე უკვე იქნება აი როგორც ეხლა რომ შემოდიხარ მცხეთას და აი უკვე დასვენებული ხარ, რომ გამოვიდა ამ უბედურებას, უკვე მცხეთასთან უკვე კარგად ხარ. ეხლა უკვე კარგად იქნები წელს უკვე კასპიდან, მე იგოეთიდან, მე გორიდან. ხო, კაი ამბავია.